გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მაფიის ღამის პირველი გადაცემა, რომელიც ძალიან მალე და ძალიან ხშირად შეგხვდებათ ხოლმე ყოველ კვირას ჩვენი YouTube-ის არხზე. ჩვენი სტუმრები დღეს არიან ქალბატონი თამარი და ბატონი არჩი. ბატონი თამარი არის ჩვენი მომდევნო ფინალის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ხოლო ბატონი არჩი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძალიან გამოცდილი მოთამაშე. დიდი მადლობა მათ სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, დავიწყოთ ძალიან მარტივი კითხვით, მეგობრებო. პირველად, საიდან დაინტერესდით მაფიით, საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ და როგორი არის თქვენი ისტორია ამ ყველაფერთან მიმართებაში? ქალბატონ თამარს მოგსვინოთ. მე არჩიმ დამითხრა როგორც ქალბატონს, ნეტო ფინალზეც ესე მithოვდნენ ხოლმე. სკოლაში ბავშვობის პერიოდში თამაშობდი ხოლმე, მაგრამ მაშინ იყო მაფიოზობანი, რაც მაფიის ღამი არ იყო. და სტანდარტული შაბლონურად მხოლოდ 3 მაფია, ყველანაირი დამატებითი როლის გარეშე. და YouTube-ზე როცა დაიწყო მაფიის ღამის გადაცემები, მაშინ ნახე და ხშირად უყურებდი ხოლმე, ძირითადად ჭამის დროს. ერთ Facebook ჯგუფში მიპოვა მაფიას სკვადის წარმომადგენელმა დამფუძნებელმა უსაყვარლესმა ადამიანმა აკომ და დამიკავშირა და შეუმთავაზა რომ გვესტუმრა და ცადა ჩვენთან თამაშია და თავი დამიფიქრე რა არ მეთქი რაღაც არ მინდა მეთქი მაგრამ როცა მოვედი ისეთი გარემო დამხვდა საინტერესო მეგობრული გასართობი და მოკლედ აკოს გამსახურებაა რომ მაფიას სკვადში მოვედი უკვე 6 თვეა რაც აქვარ და 2 ფინალის ორჯერ ფინალში მოვხვდი. გახსოვს პირველი როლი რა გქონდა? კი, პირველი როლი მქონდა, მაფიოზი ვიყავი და 2 თორში მოვიგეთ მე და ჩემმა მაფიამ. ვაუ, პირველი გამოცდილებისთვის კი, 24 აგვისტოს მოვედი, ესეც მახსოვს ზუსტად 3 თამაში იყო, 2 თამაში ვითამაშე, 1 თამაშზე ვიყავი მაფიოზი 2 თორში მოვიგეთ და მეორე თამაშზე ვიყავი სერიული და იქაც მოვიგე. არც მოკლედ რა დებიუტი ჩვენთან მეგობრებო. ბატონო, ეჩი თქვენც რომ მოგყვეთ თქვენი გამოცდილების შესახებ? თავიდან თამაში დავიწყე პანდემიის პერიოდში. ონლაინ თამაშობდი სპორტულ მაფიას და მე უკვე აინტერესო შევედი და რაღაც უფრო მეტად მაინტერესებდა. მე ცოტა ისეთი პერიოდი მქონდა და ჩავაგდე თამაშები რა, მოკლედ აღარ თამაშობდი მაფიას. მე თბილისში წამოვედი და აქ დავიწყე ქალაქური მაფიის თამაში TSU-ში. აქაც ეხლა მუღამში შევედი რა, ძალიან დამაინტერესა თამაშმა და მე უკვე მაფიას სკვადშიც მოვედი TSU-დან რა. ტურნირი იყო 55 კაციანი, გავიმარჯვე ტურნირში. ახლა კი რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე სპორტული მაფიის თამაშის გაგრძელებას და პარალელურად თამაშობ ქალაქურ მაფიასაც და სპორტულ მაფიასაც და რა როლით იყავი პირველად ჩვენთან რომ მოხვედი? თქვენთან პირველად ვიყავი დეტექტივით. მე რა? ავიგე თამაში, სუხოი. ყველა მაფია მარტივად მოშორეს თამაშიდან. მოკლედ ყველაფერები ბრძანდებით თქვენი გამოცდილებით თორემ ძალიან კაი. მე მაქვს თქვენთან ერთი ასეთი შეკითხვა, რა მოლოდინები გაქვს ფინალიდან, ფინალთან დაკავშირებით, როგორ გონია რომ ჩაივლის და რა როლი გონია რომ მოგივა და პირველს მოგკლავენ თუ არა? ხო, იმედი მაქვს პირველს არ მომკლავენ. მოლოდინს რაც შეეხება, არც მინდა უბრალოდ რომ აი საინტერესო სანახაობრივი თამაში გამოვიდეს. აი თავისი ვერსიებით, 2 დეტექტივით, 2 ექიმით, 2 სერიულით. ხო, ანუ მინდა რომ დაწვრთული იყოს რა, აი ექშენი რაღაცა ისეთი. გვიდებათა ხელმა. როგორც მახსოვს, წინა ფინალში პირველმა დატოვე თამაში. გონია რომ ახლა ამ ფინალზეც ეგრე იქნება? დიდი იმედი მაქვს რომ არა. რატომღაც მგონია რომ ამ შემთხვევაში ესე არ იქნება რა. კიდევ იმიტომ მაქვს იმედი რომ მგონია რომ როლი მომივა და მე თვითონ დავატოვებინებ ხობს თამაშს ღამის განმავლობაში. ამის იმედიც მაქვს. აღნიშნოთ რომ წინა ფინალზე შერიფი იყავი და გონია რომ გიპოვეს ეგრევე თუ უბრალოდ შენი მოშორება უნდა თამაშიდან? ხო, ეს ცოტა ისეთი შეკითხვა არის. ორივე, სადღაც ალბათ ორივე მაინც, იმიტომ რომ შავებმა მიპოვეს. და თან ჩემი მოშორებაც უნდათ. წითლებსაც? წითლებსაც კი, იმიტომ რომ ექიმა არ დამხილა. გამწუხებო. ვერ მიხვდა ალბათ როლი რო გქონდა. ხო. ძალიან საინტერესო კითხვა. თქვენი აზრით იმ ადამიანთან ვისაც გითამაშეთ, ყველაზე მეტად ვინ დაფრინავს ხოლმე თამაშის პროცესში? მე ძალიან მიყვარს, როცა იოვანი დაფრინავს ხოლმე
საოცრად გამოსდის. ასე წინა ფინალისტი ჩვენი. კი, ერთ ნომერზე იჯდა საოცარი გახსნა გქონდა. იმედი მაქვს ამჯერად ერთ ნომერზე მეც აღარ დაჭდება. და არაჩვეულებრივი ფრინავი ყავს პილოტი ღლონტიც. პილოტი ღლონტიც კი. აქ არის საოცრება არის ერთ-ერთ მადიდაზე. ნამდვილად. კარგი სანახაობაა. ღლონტზე ვერ დაგეთანხმებოდი იოანე, არ ვიცი. ღლონტი რავი, წინა ფინალს თუ ამბობ, შეიძლება ფინალის მხრივ, მაგრამ ისე ზოგადად ძალიან კარგად ხედავს ფერებს ჩემი აზრით და თან ახლა სპორტულის თამაშიც დაიწყო და ძალიან კარგად თამაშობს და გამოსდის. ჩემი აზრით ასე კონკრეტული ასე პილოტიდან ფრინავი არ მყავს რა ამორჩეული, იმიტომ რომ არის კონკრეტული თამაშები, სადაც მაგალითად შეიძლება ადამიანს არ წაუვიდეს და ძალიან ცუდ ვერსიებში ჩაეწეროს და არის კონკრეტული თამაში, ის ადამიანი ყველაზე კაი იქნება რა. ხო და აი მაგალითად საბარო თქვა, მოსვლის შემდეგ ძალიან დახვეწა თამაში რა. და ცუდ თამაშები ყველას აქვს ჩემი აზრით და რავი, კონკრეტულად არ მყავს არავინ. მაგრამ განვითარებას გულისხმობ ყველაზე არასერიოზულად ვინ უყურებს ხოლმე ყველაზე მეტად ვინ ერთობა და ცოტა ნაკლები ვიტყვი აქაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩემთვის საყვარლესი ადამიანი აკო ანუ ნომერ პირველი პილოტი ფრინავი აი ყველა როლი თამაში კი ყველაფერი შეუძლია რომ იყოს ერთ თამაში და ძალიან აი როგორც ზუსტად აღნიშნეთ რა აი ძალიან სახალის ომერთან ერთად თამაში ნერვების მომშლელიც არის ხოლმე და აი თამაშის შემდეგ განხილვა როცა მიდის აკოზის იცინზე და შეიძლება ყვირილი ხოლმე და ესე ძალიან კარგი სანახაობაა სხვადასხვა მე აკოს ყვირილიც მაქვს ნანახი და ბოლომდე ვერ დაგეთანხმე გაბრაზებულა ხოლმე კაი მე რა მოინტერესებს რომ თქვენი აზრით ყველაზე ძლიერი როლი რომელია ყველაზე რთული სათამაშო რომელია და რომელი როლის თამაში გიყვართ ხოლმე ყველაზე მეტად? ყველაზე ძლიერი როლი თავისებურად შეიძლება ჩაითვალოს შერიფი, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემთვის ყველაზე ძლიერი როლი შერიფი, იმიტომ არის რომ შემიძლია ერთი წითელი გადამოწმებითაც შავი ვნახო რა და ეგ არის ძალიან დიდი უპირატესობა, როდესაც შენიცი ქალაქში ადამიანის ფერი იმაზე დაყრდნობით, ხელისაწევით, გუნდებიდან გამომდინარე, შეგიძლია იყო ვინ, ასე ვთქვათ, არ ითამაშა ამასთან, ვინ დაუძახა მას შავით და ამიდან გამომდინარე, შეიძლება აღმოაჩინო შავი მოთამაშე და ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა. როგორც ასეთი რთულად სათამაშო, პატიოსანი ძალიან რთულია, ყველა როლი რთულია ზოგადად. რა გააჩნია, როგორი ქალაქი ყავს რა და როგორი მაფია ყავს. არ აქვს მნიშვნელობა რა მოგივა, სირთულე ყველგანაა. მაგრამ აი ყველაზე რთული მაინც სერიული თამაშია რა, იმიტომ რომ შეიძლება წითლად შეგამოწმონ, მაგრამ მაინც თქვენ რომ მე აი იცით რა თქვენ სერიული თამაში გაქვთ, აი რომც არ გქონდეს და ჩვეულებრივი პატიოსანი იყო, ეგეთი რაღაც მახსენდება, ჩემი მეგობარი იმიტომ გააგდეს თამაშიდან, რომ შენო ყველაფერი სწორად ისაუბრეო, შენო ყველაფერი კარგად გააკეთე, მაგრამ შენ აუცილებლად სერიული უნდა იყო და მაგიტომ მოხსნეს თამაშიდან. თუ იყო სერიული იყო, მაგრამ სერიული ხო ყველაფერი კარგად გააკეთა რა, მნიშვნელობა. რავი, ამიტომა ყველაზე რთული სერიული, რა თუ მაფიამ არ მოკლა, შეიძლება პატიოსნებმა გაგიყვანონ ხელით და ვფიქრობ, რომ ეს რთულია. სხვადასხვა დონის როლი ძალიან რთულია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი აი ორი მაფია გიზის და განახებენ რომ სხვადასხვა მოკლა რა. აი ამას არ ესროლო, იმას ესროლო და შენ სულ სხვას ფიქრობ და ბევრჯერ მქონია ეგეთი ვარიანტი, რომ ვიღაცა მეუბნება, ჩემი მაფია მეუბნება, რომ ის მოკლავთ არა და მე ვიცი რომ შერიფი სხვა არის, რა მგონია რომ სხვა არის შერიფი და მაინც იმის აზრზე დავედი და ვესროლე სხვას და ბოლოს აღმოჩნდა რომ შერიფს ვესროდი რა და თან არც იხილებოდა და ეგ რაღაცები ძალიან მნიშვნელოვანია თამაში. ხო, მაგრამ მაფია გუნდური თამაშია და დონც კი აქვს უპირატესობა რომ იყოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება, მაგრამ მე სადღაც მგონია რომ რადგან გუნდური თამაშია, მაინც გუნდთან ერთად უნდა გამიხილო და მიიღო გადაწყვეტილება. იქნებ შენი გუნდი დაფრინავს და არ სწორად მიყვებიან თამაშს. მაგ შემთხვევაში ფრინავი მაფიოზები მე ცოტა ნაკლებად მინახავს ფრინავი. მაგიდანაც გაფრინდებიან, ხო? ხო, კი, აუცილებლად და მარტივად თან და ფრინავი უფრო წითლები არიან. ხო, მაგრამ როცა დონი ხარ, თუ ხვდები რომ მაფია გაგექცა, შეგიძლია რომ შენი შავით მისცე და გაიყვანო მაგიდიდან. და აი, ხო, მე ძალიან მიყვარს სერიული თამაში. აი, ძალიან მიყვარს. ბევრჯერაც მომიგია სერიალის კარტიდან. და მგონია რომ რთულიც არის, საინტერესოც არის და უფრო მეტი ფიქრი გიწევს რა, ანუ შავებიც უნდა აკონტროლო თან სოლო მოთამაშე ხარ, წითლებსაც ისეთ ცვლები უნდა გააკეთო, რომ აი ექიმის თავი დააჰინინო, დეტექტივმა სულ წითელი გეძახოს და რაღაცნაირად გაძრხომა ბოლოში. და მე რო არ მოკვდები, ხომ მიხვდებიან რომ ამდენი ხანი რო არ კვდები ადამიანი
მაინც ჩავიგამოდიხარ რომ მე რომელიღაც მინახავს შერიფებს უთამაშიათ, ბოლო უგადაიკამდა ისე რომ ერთად შერიფი ყოფილან თამაში და რო ისე გაუგია. ამიტომ ცოტა რთულია ალბათ ეგრე. როგორ არ უნდა გათქვა თავი, როდესაც როლი გაქვს და არ გინდა რომ გიპალონ მაფიოზებმა მაგალითად. როგორ მიიღებთ ხოლმე თავს? ეგ კითხვა მე არ და თავისად წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ეს ძოფინოს გავიხსენებ, ჩემამდე 5 ნომერზე ვიჯექის, 4 ადამიანმა ისაუბრა და ის ერთადერთი შავი, რომელიც ნულოვანზე ვიპოვე, ამოვარჩია 3 წუთი გადავაგდე, მარტო იმ შავთან ვითამაში, რომ მეთქი არ მომკლავს, მე სამწუხაროდ მიპოვეს გეჭედეს თუ კი, მიპოვეს, ხო, მან ის ახსეც მოვისმინე, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ როლში ვიყავით, მივხვდით, რომ დამატებით რაღაც როლი გქონდა, შავები ჩვენ ვიყავით და შესაბამისად დადებითი რაღაც როლი გქონდა და ამიტომ ერჩუნათ, რომ პირველ ღამეს როლიანი კარტი მოვიყვათ. მეწინ მოთამაშე. შენ მარტოდ პოლომე ხოლმე როლად? ვერ ვიტყოდ მთლად ასე, ინდივიდუალურია თამაშები, ზოგში მინდა რომ მიპოვონ რა სტრატეგიას გააჩნია. იმიტომ რომ მე ზოგადად მაფიის თამაში, იმიტომ მოყვარს რომ ყველა თამაში გამოირჩევა განსხვავებული სტრატეგიით. ყველა თამაში სხვადასხვა სტრატეგიას ვირჩევ, რომ გამარჯვებისკენ მივიდე. მე მაგალითად ის სტრატეგიაც მომწონს ხოლმე. მე ორ ღამეს შეიძლება მყავდეს ორი შავი გადამოწმებული რა, შერიფი როდესაც ვარ, ისედაც ვიცოდე ვინ არის ნამდვილი შერიფი, მაგრამ იმის მუღამი მაქვს, რომ თავის შავს მეორე შავში ხელი ჩავადებინო რა. აი ეგ არის ყველაზე დიდი მუღამი ჩემი, რომ რაღაცა გავაკეთებინო ისეთ მოთამაშეს, რომელიც იმას არ უნდა აკეთებდეს. ეგეთი სტრატეგიები შემუშავებით რომ რაღაცა სიმაშოვები, მე მარტივად იგებ თამაშს რა, იმიტომ რომ იმის შავს რო გაიყვან ის მარტო რჩება და მაინც ვერ გაჯობებს არგუმენტით და მარტივად იგებ თამაშს, მაგრამ ხანდახან ისეთი ვარიანტებიცაა, როდესაც არ გინდა რომ მარტივად მოიგო თამაში და ცოტა ირთულებ და შენივე სტრატეგიით ირჩევ რაღაც, აი მაგალითად მქონია ეგეთი თამაში, როდესაც ერთიად შავი ვიყავი და ცრუ შერიფად გავიხსენი, გვერდით მეჯ და შერიფი და აშკარად ვინც ჩემსკენ იყო, აი ბოლო 4 კაცი ვარ დარჩენილი და ღამდება. ვინც ჩემსკენ იყო, იმას ვესროლებ და მეორე დავტოვე, ვინც მეორე შერიფს უფრო ემხრობოდა რა. იმიტომ რომ მე გასამართლებელი არგუმენტი მქონდა, რომ მე ამას რატომ ვყავდი. აი, არის ხოლმე ეგეთი ვარიანტები, რა ზოგჯერ მოგებას გირჩევნია, რომ იხალისო თამაშით, ვიდრე მოიგო და მე არ იყო გახალისებული. ხო, კარგი ვერსია ითამაშა. აი, მაგას მომდის ზუსტად ეგ სანახაობრივ თამაშს გულისხმობდი. კი, თან მე სხვასაც მუღამს აძლევ უფრო, რომ რაღაცა შეიძლება უფრო დააინტერესოს იმას იმ თამაში და ეხლა ის ადამიანი რომ მომეკლა იმ ღამეს, ჩემი აზრით ისე გავიდო და მე მოვიგებდი მარტივად, მაგრამ თვითონ გავიდო და უინტერესო თამაში იქნებოდა უბრალოდ და ჩემი აზრით ყველანაირი ვერსია შეიძლება ითამაშო, თუ კი გაინტერესებს თამაში და თუ მუღამს ჩავარდები, აი მუღამ თამაშს აზრი არ აქვს, მაშ ვერ ერთო. აი, ორივე გამოცდილი მოთამაშეები ხართ. სანამ დაიწყებთ თამაში, დიდი ალბათობით ჟესტიკულაციები ნაკლებად იცოდით რა გამოიყენებოდა რისთვის იყო საჭირო. ახლანდელი გადმოსახედიდან და იმ პერიოდს და გამოცდილებასაც რომ შეადაროთ, რამდენად საჭიროა ჟესტიკულაციები თამაშში და რა უპირატესობას გაძლევთ ხოლმე. აუცილებელია. ამ ჟესტიკულაციების ცოდნა არის აუცილებელი, იმიტომ რომ თქვა ფოლი არა იყო უადგირო, სამ ფოლის შემდეგ გავარდნა არის მოთამაშეს რომელსაც იცის ასევე და რომელსაც ერთადაც თამაშობ, ეს საუბრო ყოველგვარი ზედმეტი ხმის და ემოციის გარეშე მხოლოდ ჟესტიკულაციებით აუხსნა კითხვა, შეკითხვა და უსაფრთხო გაიგო მისგან და ანუ თქვა ისაუბრა ერთ ნომერზე, ამის შემდეგ ბევრმა ისაუბრა და გაინტერესებს ერთი ნომრის აზრი დანარჩენ მოთამაშეებს და შეგიძლია ჟესტიკულაციების საშუალებით გაიგო რას ფიქრობს ის კონკრეტული მოთამაშე დანარჩენებზე და ამით ვის ფერსაც მიხვდა. ამიტომ აუცილებელია რა. ჩემი აზრით ჟესტიკულაციები თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, იმიტომ რომ გეხმარება იმის გაგებაში, რასაც ვერ ისმენ რა. იმიტომ რომ როდესაც წრე მიმდინარეობს, შენ შეგიძლია ჟესტიკულაციებით, ასე ვთქვათ, ერთი სპიჩი ილაპარაკო რა, ანუ თავისუფლად შეგიძლია ახსნა ის ჟესტიკულაციებით, რასაც ან ფოლი არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თამაშში და როდესაც ფოლის ეკონომია გინდა, შეგიძლია ჟესტიკულაცია გამოიყენო. თან თქვენ დასვით შეკითხვა როლების დაფარვასთან დაკავშირებით და ჟესტიკულაციებით შეგიძლია შენი როლიც დაფარო. აი მაგალითად რო ვთქვათ ჟესტიკულაცია უფრო არის იმდენად ნეიტრალური რაღაცა, აი ადამიანი როდესაც მე პირადად და გამოცდილებიდან გამომდინარე ადამიანის მიჩვენებს იმას, რომ არ არის კონკრეტულად ფერში ჩამოყალიბებული, აი უფრო წითელი, უფრო შავი და მე იმ ადამიანზე ვერ ვფიქრობ, რომ როლია, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი როლშია, ის უფრო მტკიცე აზრით და მტკიცე გადაწყვეტილებით ამბობს კონკრეტულ მოთამაშეზე რა ფერის გონია. ზუსტად იცის. ხო, ზუსტად იცის თუნდაც. ხო და ეგ შეიძლება გეხმარებოდეს შენი როლის დაფარვაში, ასე ვთქვათ და კიდევ ძალიან ბევრი ასპექტია, რაზეც
შეიძლება თამაშის მიმდინარეობამ გაგამახვილებინოს ყურადღება ჟესტიკულაციებთან დაკავშირებით. ყველაზე გავრცელებული და საჭირო ჟესტიკულაციები რა არის, რომელსაც თამაში ყველაზე ხშირად იყენებთ ხოლმე? გადამოწმობა. როცა ეთქვა უეჭველი. მე წითელი ვარ უეჭველი. კი. კარგი, ანუ წითელი, შავი, სერიული, ანუ ელემენტარული ჟესტიკულაციები არის დეტექტივის ნიშანი, ქართველი დეტექტივის შალვა, სლავიერ დეტექტივი ხარ. აქაც აკომახსენდება. დღეს ხშირად ვახსენებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ადამიანი. შავი კარტიდან, ხო, კითხვის ნიშანი, ესეთი. რატომ, რისთვის? რა? რას ფიქრობ? ბევრი დატვირთვა აქვს რა. ფაქტობრივად შეიძლება მთელი წინადადებები შეადგინოთ ჟესტიკულაციებით თამაშს. კი ბატონო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც მაქვს, არის თქვენი აზრით ვისთან უფრო რთულია თამაში, ახალ მოთამაშეებთან თუ გამოცდილ მოთამაშეებთან? ჩემი აზრით, გამოცდილ მოთამაშეებთან უფრო ადვილია თამაში, ანუ გაჩნია ვისთვის კითხულობთ. მე დიდი ხანია უკვე მაფიას ვთამაშობ და ერთ რაღაცას რასაც დავაკვირდი, ის არის, რომ გამოუცდელ ახალ მოთამაშესთან ერთად, როდესაც თამაშობ, შენ რო შავი ხარ თუნდაც წითელი, არაკომფორტულია იმ მხრივ, რომ არ იცი მისი ხელი სად წავა რა, ვისში. ზოგადად ახალი მოთამაშეები თამაშობენ ინტუიციაზე დაყრდნობით და წმინდა ინტუიციურად თამაშობენ და ვიღაცაზე თუ იფიქრეს, აი მაგალითად ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ ვერ ხვდებიან ვინ იხსნება შერიფად, ვერ ხვდებიან ვინ იხსნება ერთადერთი ექიმი ყოფილა გახსნილი თამაში და ახალ მოთამაშემ წამოაყენა მისი კანდიდატურა, იმიტომ რომ არ ეგონა წითელი არა და თვითონაც არ იყო ექიმი და ბევრი ეგეთი შემთხვევებია რა. შეიძლება ან ზოგადად მაფია არის გუნდური თამაში, თუ წითელებმა ერთმანეთი იპოვეს, მე უკვე რთულია რომ მაფია მოუგოს რა და თუ რომელიმე წითელი უაზროდ გაფანტავს ხელს, მაშინ უკვე რთულია მოგივათ და ვერსიის თამაში რა. ასე რომ ჩემთვის უფრო გამოცდილ მოთამაშეებთან არის რთული თამაში, ვიდრე გამოცდილებთან. ნუ ხანდახან გამოცდილებთანაც რთულია იმ მხრივ, რომ ოდესაც დიდხანს თამაშობ ადამიანთან, იმას უკვე გარკვეული წარმოდგენა იქნება შენზე და ფიქრობს, რომ აუ ეს ამ მომენტში ამას გააკეთებ და არა და შენ რო იცი, რომ სულ სხვადასხვა სტრატეგიით ცდილობ რომ ითამაშო და ერთი სტრატეგია მე პირადად არ მაქვს რა. ხო და რავი, მაგრამ მაინც უფრო რთული დამწყებებთანაა, იმიტომ რომ არ იცი რას გააკეთებენ და რთულია დარწმუნება რაც ვარი. მე ვფიქრობ, რომ გამოცდილ მოთამაშეები უფრო ლოგიკურ სულებს აკეთებენ ხოლმე და უფრო შეიძლება იწინასწარმეტყველო ხელს ვიში აწევს, რატო აწევს და რას ნაკლები ემოციით თამაშობენ და ხო, უფრო მეტად გონებრივად და ლოგიკით თამაშობენ. არა, მაგაში ვერ დაგეთანხმები, ნაკლები ემოციით თამაშობენ. ემოციურობა კიდე სხვა მხარეა, მაგასაც საჭიროა, მაგრამ ხო გაჩნია დოზას რა გაჩნია, კი ბატონო. მე მიყვარს ახლებთან თამაში. იმიტომ რომ უგებს ახლა. მიყვარს ახლებთან თამაში. უფრო ზუსტად მაგიტარა რა რთულია უფრო მეტად რა დაარწმუნო რაღაცაში და უფრო კარგი გამოცდილებაა და როგორც აღნიშნა რა როცა ადამიანთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში თამაშობ და როცა იმ ადამიანის მოთამაშის ნანახი ყავხარ ყველა როლში მე გონებაში აქვს რაღაც ჩამოყალიბებული შენზე რომ აი კონკრეტულზე როცა წითელი ხარ თქვა და იქცევი ისე როგორც შავი კარტი მე შაბლონურად გიდგება რა და გონია რომ აუცილებლად ყველა თამაში შენს ფერს იპოვის წითელს ან შავს დაინახავს და ანუ შესაძლებელია რომ მსგავსი მიდგომით თვითონ წააგოს თამაში ამ დროს შენ არ აგებ თამაშს როცა შაბლონურად გიდგება მოთამაშთან გამოცდილი მოთამაშე თვითონ აგებს ეგეთ დროს თამაშს მე ესე ვფიქრობ კი ბატონო საკმაოდ კარგი პასუხები საუბარი იყო ერთი ბოლო კითხვა რომელიც თქვენთან მაქვს არის რა რჩევას მისცემთ ახალ და დამწყებ მოთამაშეებს თქვენ ეს რა უნდა გაითვალისწინონ რა უნდა იცოდნენ რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როგორ უნდა გახდნენ უკეთესები თუნდაც პირველივე თამაშში ხო თავი პირველ რიგში ალბათ ის არის რომ საწესი ჟესტიკულაციები მნიშვნელოვანი რაც არის ეგ იცოდნენ იმიტომ რომ როცა თამაშობ მაგიდაზე შეიძლება მოხდეს ქაოსი ზუსტად აი ამ ხედების მოძრაობით და ამ დროს ძალიან იბნევიან ხოლმე ყურადღება ეფანტებათ თუნდაც თავიანთი საუბრის დროს ვერ ხვდებიან ვის უყურონ ვერ იგებენ რა ხდება მაგიდაზე და გონიათ რომ ყველა შავია ვიცი ის ყველა უარყოფით ნეგატიური პერსონაჟია და ამ დროს იბნევიან და ამიტომ პირველი და მნიშვნელოვანი გონია რომ ეგ არის რომ იცოდე საბაზისო ჟესტიკულაციები რაც გამოგადგება რომ გაიგო რა საუბრობენ მოთამაშეები მაგიდაზე. ჩემი აზრით კი სწორია მართალია უნდა იცოდნენ საბაზისო ჟესტიკულაციები კიდე იმას დავამატებდი რომ მთავარი დაძაბულები არიან რა თუ მოშვებული ხარ ადამიანი უფრო უკეთესად შეგიძლია ფიქრით თუ დაძაბული ხარ და კონცენტრირებული შეიძლება ერთი როლი ამ დაძაბულობით იპოვო მაგრამ მე უკვე შენ თვითონ ვეღარ თამაშობ ისე როგორც უნდა თამაშობდი და ვერ ხსნი
კონკრეტული მოთამაშე კონკრეტულ როლში. Ფიქრობ ზოგადად ახალ მოთამაშეებთან კიდევ ერთი რჩევა ის მექნება, რომ დააკვირდნენ უფრო გამოცდილ მოთამაშეებს. თუ უფრო გამოცდილი მოთამაშეებიდან ისწავლიან ასე ვთქვათ, ანუ გააჩნია მოთამაშესაც პრინციპში, მაგრამ შეუძლიათ ბევრი რამე ისწავლონ რა, მაგალითად ლოგიკური სვლები, თუნდაც ლოგიკური სვლები. მაგრამ ყველაზე დიდი რჩევა რაც მექნება დამწყებ მოთამაშეებთან, არ ითამაშონ ემოციურად რა. აი ყველანაირად შეუძლებელია ხა მაფიის თამაში ემოციის გარეშე, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოთოკო ემოცია, იმიტომ რომ როდესაც შენ ემოციურად თამაშობ, შეიძლება ერთმა ადამიანმა გიპოვოს როგორც ნორმალური მოთამაშე ან წითელი ფერი კონკრეტულ თამაშში, მაგრამ სხვა ადამიანებს მე შემდეგ თამაშებში არ ეგონები რა წითელი და თუ გაგიჭირდება თვითონ ასიმილაცია ამ კონკრეტულ ადამიანებთან თამაშის დროს რა. ხოლო ვფიქრობ, რომ თუ ემოციაზე დაყრდნობილი არ იქნება მაფიის თამაში და მხოლოდ არგუმენტებით იქნება ასე ვთქვათ შემოსილი, უკეთესად იქნება მიმდინარეობაც მაფიის თამაშის და ხარისხიც, ასე ვფიქრობ. მაგრამ ემოცია რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაგალითად მეგობარი მყავს, რომელიც სახით პოულობს გაღვიძებისას მოთამაშის ფერებს და საკმაოდ კარგად გამოსდის. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ყალბ ემოცია ან რაღაც არ უნდა იყოს. უნდა იყოს ოღონდ ზომიერად. მე არ ვამბობ, რომ აი ყვირილი და როტირიან მაგიტაზე, რომ აუ მე არ გამიშვათ და რაღაც მესმის. ყველას უნდა თამაში ზოგადად, მაგრამ როდესაც კონკრეტული აუცილებლობა, როდესაც მოითხოვს მაგიტაზე რაღაც გაკეთების, უნდა გაკეთეთ. ეს ჩემი აზრი ესეთია ყოველ შემთხვევაში და მე მაქსიმალურად ვიმხრობ იმას, რომ ემოციო, ანუ ზედმეტი ემოციის გარეშე, ემოცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ზედმეტი ემოციის გარეშე იყოს თამაში მიმდინარეობა. მე დავამატებდი კიდე ერთ რაღაცას, რომ ბევრჯერ გამიგონია, რომ მსმენელი საკუთარ გამოცდა წლების განმავლობაში რა თამაშობენ, ეგეთი მოთამაშეებისგან, რომ დამწყებ ახალ მოთამაშეებს ძალიან აქვთ უნარი, რომ მარტივად იპოვონ მაგიდაზე ფერები. და აი რაც უფრო მეტად მსმენელი და ხშირად საუბრობენ ამაზე, რომ რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენ, ამ უნარს კარგავ და კარგავ ამ უნარს, იმიტომ რომ მე რო გონებ აი რაზეც ახლა საუბრობდით, შაბლონურად იწყებ. ხო, შაბლონურად იწყებ. იქ ლოგიკას მიყვები და იმ რაღაცას ინტუიცია არის თუ რა არის, არ ვერ ხვდები, მაგრამ აი საწყისი ეტაპზე, რაც გეხმარება რომ მარტივად იპოვო ეს ფერები, კარგავ რა ეტაპობრივად დროთა განმავლობაში და აქვე მე ვიცნობ ადამიანს რომელსაც არ დაუკარგავს უკვე 5 წელია თამაშობს მაფიას და ეს უნარი არ დაუკარგავს მაგიდაზე. და ერთადერთი არის ესეთი ადამიანი, ვისაც ვიცნობ. მოკითხვა ქნათ ეზეკას. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან გამოსადეგი ინფორმაცია იქნება ახალი მოთამაშეებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ფინალში, ალბათ ამათ ამერდამჯერა რომ ძალიან კარგად ითამაშებს. თქვენ ალბათ მომდევნო ფინალში შეგხვდებით. მადლობა ეს ამოჭრით, რომ დამცინა. რომ დამცინა უყურე. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგი გადაცემა აუცილებლად იქნება ფინალთან დაკავშირებული და განვიხილავთ ყველა დეტალს, რომელიც ფინალში და ამ თამაშში მოხდება. ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის.